ბარწაყი ეს ბაყვი კუნთია იქნებ მაგრამ არა მეთქი ანუ რაღაც მეთქი პრობლემაა ჩემში ანუ მე მსუქანი ვარ ვაი მე ღიპი მაქვს რა ღიპი ხალო რა ღიპი ანუ მუზეში რომ დაიღუნები ნაკეთები გექნება ყველა ვარიანტი შევა თოჯინა კი არ ვარ რომ არა მაგრამ აბინე ხდებოდა მაგას ეს იქნება ჩემი ცხოვრების სტილი ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში ანუ ამოვიღებ სამუდამოდ დაბადების დღეებზე მახსოვს აი დღემდე როგორ მინდოდა ტორტი ან პატარა ნაჭერი ნამცხვრის მაგრამ არა შევჭამე ბანანი და მე რაღაც კიდე ხილი მარტივად მეთქი 1000 კალორიაა და უკვე всё დანაკლებული ვარ უჭიმენა დავიპატარავე რა ვიცი კიდე კამერე მალევე გავჩერდი ჩვენს კვებით ჩვევებზე საიდან მოდის ეს კვებითი ჩვევები და მე დარწმუნებულიც კი ვარ რომ ადამიანს თუ აქვს ჭარბი წონა ან არაჯანსაღი დამოკიდებულება ეს არის ძალიან დამოკიდებული თავის ბავშვობაზე თავისი მშობლები როგორ ექცეოდნენ ანუ საკვები იყო თუ არა მისთვის როგორც აი დამსახურებული ასე ვთქვათ აი მაი ამოიღე არ ჭამო და всё ფსიქოლოგიას მენტალურ ჯანმრთელობას არავინ არ ახსენებს თითქმის იკლებს წონას და მაინც გეზისღება შენ თავი იცვლის ხელს და მაინც გეზისღება შენ თავი რაღაცნაირად დავამუღამ ეს ინტუიციური კვებაც და რა დონეზე კარგი გრძნობა იყო იცით რომ ჭამდი იმიტომ რომ მომშივდა დავამთავრე ჭამა იმიტომ რომ დავნაყრდი და всё მივიღე სიამოვნება მივხვდი რომ ეს საკვები არ გაქრება შემიძლია ვჭამო მერეც კი და ძალიან მშვენიერი შეგრძნება იყო როგორი მადლიერი ვარ იცი ეგ თემა რო გავიცანი და გამარჯობა მოგესალმებით მე მქვია ანანო თუ პირველად მხედავთ დღეს ძალიან სპონტანურად ღამის 3 საათზე უბრალოდ მომინდა რომ ჩამეწერა ესეთი სასაუბრო ვიდეო ჩემს აკაუნტ დამიდო იმიტომ რომ გავაზიარო ცოდნა გავაზიარო ჩემი გამოცდილება გავაზიარო უბრალოდ ის რაც გამოვცადე იმიტომ რომ სამახსოვროდ ეგერთი მერესმე რომ შეიძლება ადამიანმა რომელსაც იგივე პრობლემა აქვს ამ ვიდეოს უყუროს შეიძლება რაღაცებში დავეხმარო დავაფიქრო ანუ უბრალოდ გაიგოს რომ ეგეთი პრობლემა არის ძალიან ბევრს აქვს და შეიძლება იგრძნოს თავი ისე რომ მოკლედ არ არის მარტო რა ამ პრობლემის მიმართ დავიწყოთ მე ამჟამად ვარ 18 წლის ჩემი ასეთი კვებითი აშლილობის ისტორია და ზოგადად ფიქრი იმაზე რომ რაღაც მსუქანი ვარ ან რაღაცა ვერ ვარ ან ჩემი სხეული არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს და ჩემი არაჯანსაღი დამოკიდებულება საკვების მიმართ დაიწყო ალბათ 13 წლის ასაკში მსუქანი არასოდეს არ ვიყავი მართლა ბავშვობიდან ვიყავი ჩვეულებრივი ჯანმრთელი ბავშვი დავბუდიალობდით ეზოში ბიჭების ერთად დავბუდიალობდი ვერთობოდით რა ვიცი ხეებს დავძრებოდით ჭამდი ჩიპსებს ყველაფერს საერთოდ როგორც ბავშვი ჩვეულებრივი რა მაგრამ ერთ პერიოდში მივხვდი რომ რაღაცნაირად სხეული მეცვლება უკვე ბავშვი აღარ ვარ თითქოს და ამას ვერ ვიაზრებდი რა თქმა უნდა ბავშვი რო აღარ ვარ მეთქი ვაუ რა ხდება რაღაც დაქალების ჩემი უმეტესობა რა გავხედავდი ხოლმე ყველა იყო ძალიან იმენა სუსტი იმენა მართლა ასეთი მე რაღაც ოდნავ თითქოს ფეხებიც მქონდა მოკლედ სპორტულ ტანზე ვიყავ ასე ვთქვათ რა კუნთი იყო ახლა ხვდები ვიდრე ცხიმი და სიმსუქნე მაგრამ მაშინ ჩემ ფეხები არ მომწონდა იმიტომ რომ მეთქი ჩემ დაქალს აქ იმენა მე რატომ აქ ოდნავ გამოწეული ეკნები იმიტომ რომ ეს არის კუნთი ანანო ეს ბარწაყი ეს ბაყვი კუნთია იქნებ მაგრამ არა მეთქი ანუ რაღაც მეთქი პრობლემაა ჩემში ანუ სხვები რატო არა ეგეთი მოკლედ ეგეთი რაღაც მქონდა მართლა აი ხო ბევრი ვიცი რომ ბევრს აქვს ისტორია რომ აი დამცინა კლასელმა ბიჭმა კლასელებმა რომ მსუქანი ხარ არა ჩემ შემთხვევაში ეგეთ რაღაც არ ყოფილა დაცინ ვარ ავისგან არ იყო იმიტომ რომ მართლა არ ვიყავი განა მაგრამ რომც იყოს ანუ მე თვითონაც ვიზოდი რომ არ ვიყავი მსუქანი უბრალოდ დავიწყე შედარება საკუთარი თავის ჩემს დაქალებთან და მეთქი მეც უნდა ვიყო ეგეთი იდენტური გენეტიკა სხვანაირი არა უნდა დავიკლო იმიტომ რომ ეგეთი არის ნორმა მე როგორიც ვარ ანუ მსუქანი ვარ
მაგრამ ახლობლებისგან ცოტათი მახსენდება რაღაცები, რომ რაღაც ხადაობდნენ სავით, მაგალითად ჩემი ერთი ნათესავი ქალი იძახდა რაღაც მკითხა რამდენი კილო ხარო, მეთქი 50 ვიყავი მაშინ. ჩვეულებრივ წონაგანა და მაგარი მითხრა რომ მე 50 ვიყავი, როცა ორი შვილი გავაჩინე. ანუ ვითო ისაო რა, ანუ პრობლემა შენში რაღაცა ამ ხელა წონა არ უნდა იყო ბავშვიო. 14-ის ვიყავი. 160 სანტიმეტრი ვარ, მიახლოებით. 50 კილო, ბევრია. მაგრამ anyways, დებილი ქალი. და მეთქი მე კიდე რაღაც მახსოვს მომენტები იყო, რომ ეს მოცალზე მომიჭრდნენ და რაღაცა ესე კანი რო გამომეწელებოდა, ანუ ხოიცი ჩულუბრად კანი აგერ, ანუ იგივე პონტი აგერ. მეთქი ვაიმე, მსუგანი ვარ. ვაიმე ღიპი მაქვს, რა ღიპი ქალო, რა ღიპი, ანუ მუცელი რო დაიღუნები, ნაკეთები გექნება ყველა ვარიანტი, შევა თოჯინა კი არა რომ არა, მაგრამ აბინე ხდებოდა მაგას. ყო მომენტი რომ ბულვარში დაქალებმა ავიწონეთ თუ რაღაც ეგეთი იყო, აღარ მახსოვს და ყველაზე პუტკუნა შედარებით ვიყავი მე, ანუ 47 კილო ვიყავი მაშინ. დაქალები 53, 52 და წონით ანუ ესეთი ვიზუალურად არა, მაგრამ წონით რო დავდექი სასწორზე, 47 რო ვიყავი. მეთქი ვაიმე რამდენივე და რაღაც საუბრები იყო გონი ჩემზე, რა თქვენს რომ ასათიანი ეს რა არის, ხო? რაღაც ეგეთი იყო თუ ტვინი მატყობს არ ვიცი, მაგრამ აი რო ავიწონეთ და რო ვიყავი მე ისეთი წონის რაც მე არ მომეწონა, მაგის მერე დავიწყე გდიადები. გამახსენდა. მიახლობით მაგ პერიოდში. მაგარაც იმოქმედა. და მოკლედ ხო და ეგეთ მომენტები მქონდა რა უდნო. და მე მეთქი უნდა დავიკლო. და რა თქმა უნდა ბავშვმა, თინეიჯერმა გოგონამ, ну ეხლა თინეიჯერი ვარ, რომელსაც ჰქონდა არეული ცხოვრება რაღაც ისა დაიჭირა კონტროლი. მიხდა რომ შეიძლება კონტროლი საკვების. და რა თქმა უნდა, ჩემი პერფექციონისტობა ჩამერთო და დავიწყე პირველად ჯანსაღი კვებით. არ ვჭამდი თეთრ პურს, ჭამდი შავს. განა არ ვჭამდი ტკბილეულს, ჩიფსებს, გაზიან საცმელებს დღემდე იციან ჩემმა და ქალებმა, უბნის და ქალებმა რო კითხოთ ახსენდებათ შავ პურს რო ვჭამდი ხოლმე. სხვათა შორის რძის პროდუქტებს არ ვიკლებდი. ანუ ყველს ვჭამდი არაჟანს, მაწონს, აირანი. მაგრამ ტკბილეული არა, ჩიფსები არა, ეგეთები ახსენდებათ დღემდე, მაგას მეუბნებიან ხოლმე, მეთქი კი მახსოვს. არ გამახსენოთ. ეგეთი მომენტები მქონდა მოკლედ. მაგრამ ანუ ხომ და მიხთეროდეს მე რომ ანანო სტოპ. შეიძლება ხანდახან რაღაც რაც შენ გინდა შენს ტვინს სურს. და რა მარტო ფიქრო რომ ისა ჯანსაღი და всё. მაგრამ არა მეთქი პერფექციონისტობა. всё. ეს იქნება ჩემი ცხოვრების სტილი. ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ანუ ამოვიღებ სამუდამოდ. დაბადების დღეებზე მახსოვს აი დღემდე როგორ მინდოდა ტორტი, ან პატარა ნაჭერი ნამცხვრის, მაგრამ არა, შევჭამე ბანანი და მე რაღაც კიდე ხილი. არ გამაწყო, გავიბერე მუცელში, ვჭამე ის ბანანი, როცა იდეაში ნამცხვარი მინდოდა, მე რო გამოვედით ამ დაბადების დღიდან, მაგაზე ვფიქრობდი, მეთქი ნამცხვარი, მაგრამ ანუ ხვდებით რომ იძახენ რომ ჩაანაცვლე. ეგრე არ არის რა. ანუ ჩვენ ფსიქიკას იყიდებენ რა, გონიათ რობოტები მართლა ადამიანები, როცა გვინდა ჩვენ სხვა პროდუქტი, რაც არ უნდა შენ იბერო მოცელი ვაშლით და ჯანსაღი საკვებით, თაკამაყოფილების შეგრძნება არ გექნება. ყველაფერი უნდა იყოს ბალანსში, ანუ ეგ არა ჯანსაღი როგორც უძახი ან იდეაში. და მაგაში საქმე რომ ხანდახან ეგეც კი შეიძლება, ეგ შაქრიანიც კი შეიძლება რა. ანუ ესე რომ დავიწყე ჯანსაღად კვება. გრაფიკებადაც კი ვჭამდი მახსოვს, ანუ საათობრივი კვება მქონდა მეთქი, ორზე უნდა ვჭამო, 6-ს მერე არ ვჭამდა, ასე რაღაცა მქონდა, მოკლედ სახში მოვიდოდი სპეციალურად მაგისტვის. ადრე ვიძნებდი, ადრე მოკლედ იმენ რეჟიმი მქონდა, მართლა საღვორმე რა დისციპლინა მქონდა. დისციპლინა არ იყო, განა ეს იყო უბრალოდ კონტროლის გემო. მომეწონა ეს კონტროლი, მეთქი ვაკონტროლებ, კი, მაგარია. და მე დავიკელი 39 კილომდე. ჩემმა ორგანიზმმა გამოშტერდა ციკლი და მენსტრუაცია, ანუ გამიქრა, დედაჩემმა ატეხა პანიკა. წავედით ექიმთან. ექიმმა რა გჭირშვილო, რატო არ ჭამო? მეთქი რა ვიცი, და ეგეთ არ იყო, მაგრამ ხო ხდება რატო არ ჭამო რა, მოკლედ მეთქი ჭამ, ოღონ ჩავყურს. მითხრა რომ კაი, ამ შვენიერია, კაი გოგო ხარ, მაგრამ არა საკმარისი რასაც ჭამ.
შავყუშეში ჭამე ყველაფერი ბავშვი ხარ შენ ჯერ რა გინდა რა გინდა დიეტა და მოკლედ ერთხელ დაჟე ვიწირე მახსოვს დედაჩემმა დამაძალა მეჭამა ნაყინი თეთრი პური და თეთრი პურზე იყო არაჟანი თეთრი პური ნაყინი არაჟანი კიდე ხო მაგრამ მეთქი არ მინდა დაჯდა ჭამე დროზეო ვტიროდი ვერ ვყლაპავდი საკვებს იმდონეზე არ მინდოდა მეთქი ჩემი ცხოვრების სტილი დავარღვიე ადამიანი არის 15 წლის ცხოვრების სტილი დაანგრია თურმე ჭამე მე ყველაფერი მე ისევ სინდისის კენჯი მქონდა მეთქი რატო კენი დავაი კიდე თავიდან დავიწყოთ მეორე დღეს თავიდან დავიწყოთ ის და ესა და მოკლედ მე დავიწყე რაღაც ინფორმაცია მქონდა ინტერნეტში და მეთქი მოდი დღეში ერთხელ შევჭამ ინტერვალური შიმშილი იყოთ რაღაც ეგეთი მაგრამ რაღაც ძალიან არასწორად გავიგე თემა და მეგონა რომ 1 საათში რასაც ჩავატე ეგ უნდა ვჭამ რა ძალით ავარჩევდი დღეში 1 გარკვეულ საათს აი ამ საათის განმავლობაში ვიყიდდი ყველაფერს მაღაზიაში რაც კი მომინდებოდა დავждდებოდი შევჭამდი მუცელს გავიბერავდი ბოლოს ტკივილებიც კი მქონდა იმდენ ვჭამდი და მეგონა რომ წონაში არ მოვიმატებ იმიტომ რომ მე ხო დღეში ერთხელ ვჭამ მაშინ არ ვიცოდი რა იყო კალორია და მეგონა რომ მეთქი რაც თავარია ჩავეტევი მაგ 1 საათში ჭამდი ძალიან ბევრს მე მეკვირდა რა თუ არ მშევდა მაგრამ თურმე იმდენ რაღაცა ვჭამდიან ანუ რაფერ მოგჭირდება იმდენი კალორია მიიღე კალორიას ვაფშე ვერ ვიტანე მესესხება კალორიები საერთოდ მე რომ მოვიმატე რაღაც ტანმას მალევე მოიმატა ეს ცხიმოვანი მასა იმ ნადიეტების მე კონთოვანი მასაც შემიმცირდა მომემატა მე ეს ძალიან მალევე რომ მოვიმატე წონა უაზრო ჭამით დღეში ერთჯერ იგიც ის ერთი ჭამა იყო ძალიან ბევრი ერთ მიღებაზე ორგანიზმმა მოიმატა ცხიმი და მე რა იყო აღარ მახსოვს ბულემია არ მქონდა სიმართლე რომ გითხრათ რომ აი ბულემია არის როცა იღებენ საკვებს და მე არ წყევენ რომ კუჭი გაისუფთავონ და არ მიიღონ კალორიები და დაიკლონ წონაში და მოკლედ ასე შემდეგ მე არ მქონდა მაგრამ ვეცადე 1-2 ჯერ სიმართლე რომ გითხრათ არ გამოვიდა კიდევ კაი იმიტომ რომ მაგან ცალკე ჩათრება იცის ვიცი ზოგიერთი ვერ ჩერდება და მაგი ანგრევს ორგანიზმს იმენა კბილებს იმენა ეს ლორწოვანი მჟავა რო გამოდის ყოველჯერ და კბილებს გინგრევს კალცის ყველაფერს ვაფშე გწმინდავს ორგანიზმიდან იმენა იმდონეზე რომ საშნელება ახალ ხო აი ვინც ამით იყო და მოკიდებული და ამის ანუ ბულემია ჰქონდა ანუ ეს კვებითი აშლილობა არ ვიცი ეს ჩემი ვიდეო არ გიშურით ალბათ წადით სპეციალისტთან ჯობს მართლა ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან იმიტომ რომ ეს არის სერიოზული თემა მართლა რა ეგეთი არა რომ არ გააკეთო და მე არ გააკეთო რა ეს არა კაი და მიხდეს ანუ ეგეთ რაღაც რო უთხრა მოკლედ მე გავიცანი კალორიები აღარ მახსოვს საიდან მგონი სოციალური ქსელებიდან რა თქმა უნდა ბავშვი ვიყავი რა ვიცი მაქენა გავიგებდი ალბათ კალორიები დავიწყე დათვლა საშინელება ვითვლიდი და ნაყრდებოდი ძალიან მარტივად. მეთქი 1000 კალორიაა და უკვე всё დანაყრებული ვარ. უჭი მენა დავიპატარავე, რა ვიცი. კიდე კაი მე მალევე გავჩერდი. იმიტომ რომ ანუ ქალები და ჩვენი ფაზა ხო არა სტაბილური როგორც კაცებს აქვს. ხანდახან მქონდა პერიოდი რომ მეტი მინდებოდა, მაგრამ მეთქი ვაიმე ჩემი კალორიაჟი უკვე შეივსო, ანუ всё აღარ ვჭამ დღეს და მე ბაც და მეთქი ვჭამდი მოკლედ რა. დარღვევა მქონდა ასე ვთქვათ, მაგრამ ვერ ვიტან მაგ სიტყვას ისევე, იმიტომ რომ მოკლედ მაგის მე რაღაცნაირად ნელ-ნელა რაღაცნაირად მეთქი ვაიმე მე რაღაც ინფორმაცია გავიგე YouTube-დან იმის შესახებ რომ ეგ არის კვებითი აშლილობა და მაგის ერთ-ერთი გამოსავალი არის ინტუიციური კვება. მე გავიცანი ეგ თემა ძალიან მომეწონა მადლიერი ვარ მაგ თემის ძალიან აი ვინც გააზიარა ეგ საღოლ მე დავინახე რომ ქართველები ნინი კვირიკეს არხზე ვნახე ეგ ვიდეო. ნინი კვირიკე მანამდე არ ვიცოდი. თუ ვიცოდი მგონი ვიცოდი მოკმანგებიდან. მე დავინახე მისი ვიდეო კვებით აშლილობაზე და თვითონაც საუბრობდა ინტუიციურ კვებაზე. მეთქი ვაიმე რა კაი გოგოა. ნინისგანაც გავიგე ინფორმაცია მაგაზე. რუსულ იუთუბერებისგანაც გავიგე. რუს იუთუბერებისგან. მოკლედ ხომ ეხთით რა ხამისამია დაბნეული ვარ ოდნავ. და მეთქი ვაუ. მოკლედ რა თემა იცით?
იკვებები ინტუიტიურად და ახლა არნიშნავს, როდესაც ტვინი გეტყვის იმას და ყოველდღე ჩიფსები, ეგ ჯერჯერობით ყოველდღე ჩიფსები ადამიანს არ უნდება. თუ უნდება, რა ვიცი, ერთი მთლიანი პაჩკა ხო არ გინდება? ეგ ერთი, მერესმიერად თუ უნდება ყოველდღეგანა, ეგეც ცალკე თემაა, იმიტომ რომ მოკლედ ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული. ჩვენს კვებით ჩვევებზე, საიდან მოდის ეს კვებითი ჩვევები და მე დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ადამიანს თუ აქვს ჭარბი წონა ან არაჯანსაღი დამოკიდებულება, ეს არის ძალიან დამოკიდებული თავის ბავშვობაზე. თავისი მშობლები როგორ ექცეოდნენ, ანუ საკვები იყო თუ არა მისთვის, როგორც დამსახურებული, ასე ვთქვათ, დღეს ასე მოიქეცი, ანუ მოდი, შენ გიყიდი ნაყინს, ან ვაიმე ბავშვი, წაიქეცი, წამო გიყიდი შოკოლადს დაწყნარდები. ეს არაა ნორმალური. ეს მე ჩნდება, ამის გამო მე უჩნდება ბავშვს ემოციური კონტაქტი საკვების მიმართ. ხდებით? და საკვები რა არის? ენერგიის წყარო. საკვები კი, შეიძლება მოგწონდეს რაღაც სიამოვნებას ღებულობდეთ და რაც ძალიან კარგია, მაგრამ როცა გეწყინა გაფრაზებული ხარ, ტირიან, უბრალოდ რაღაც გაიმარჯვე ან რაღაც წარმატებას მიაღწიე, არ უნდა გქონდეს იმის გაზრება, რომ მოდი მე ამას აღნიშნავ და ვიყიდი რაღაც გარკვეულ საკვებს, მაგრამ მშობლებმა, სოციუმმა, კულტმა ამ საკვების მიმართ გააკეთა ეგეთი რაღაცა, რომ საკვები არა მხოლოდ დასანაკრებლად არის უკვე ჩვენთვის და ჩვენი ქვეცნობიერისთვის და ჩვენი ტვინისთვის, არამედ რაღაცა, რაც არის ასოცირებული დღესასწაულთან, რომ მხოლოდ მაგ დღესასწაულს უჭამდა ამ საკვებს, მხოლოდ ამ დღეს შეგიძლია დამსახურებულად მიირთვა ეს საკვები, მხოლოდ იმის მერე, რომ კინოთეატრში მხოლოდ პოპკორნი ან პოპკორნის მუღამი არ აქვს ისე ჭამას და კინოთეატრი, პოპკორნი, ანუ ეგეთი ასოციაცია რო გვაქვს ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეგეთ მარკეტინგია თან პლუს, იმიტომ რომ ფულს ღებულობენ ამ სისტემით, რომ ჩაგვინერგეს ტვინში, რომ საკვები და რაღაც დღესასწაულები ასოციაცია ჩაგვიბეჭდეს ტვინში. დავიღალე ლაპარაკში, wait. ძალიან ღრმა თემაა საფლაშოვეცი და საკმაოდ საინტერესო თემა, რო იძახიან ასე მარტივად რო საუბრობენ ხოლმე, რომ ამოიღე, არ ჭამო და всё. ფსიქოლოგიას, მენტალურ ჯანმრთელობას არავინ არ ახსენებს თითქმის. ნუ კიდე უცხოელები კიდე ხო, მაგრამ ქართველები და ქართული აუდიტორია სოციმედიაში როგორც მინიმუმ მე არ დამინახია მართლა, რომ ძალიან იშვიათი მართლა 1-2 10 ადამიანი კი იქნება, რომ ახსენენ, რომ იცი რა, მენტალური ჯანმრთელობას მნიშვნელოვანია ჩვენი ან ადამიანი თუ ჭამს ძალიან ბევრს, ხანდახან იმიტომ კი არა რომ უნდა, ხანდახან იმიტომ რომ ჩვენი ჩვევა გაუცნობიერებული საქციელი ბავშვობაში კიდე რო ასწავლიან რომ მოასუფთავე თებში თორე უშნო იგი გეყოლება ისა ანუ ორი კატეგორია რა ეგეთ პირობებში გაზრდილი ადამიანი გაიზრდება ჩვეულებრივად რა მეორე შეიძლება დაეწყოს კვებითი აშლილობა ვეღარ დატოვებს საკვებს როცა აღარ რო შეჭამს და ხდება რომ აღარ უნდა ხო ვეღარ დატოვებს რა იმიტომ რომ გაახსენება ის დედის ხმა დედის ფრაზები რომ არ უნდა ჭამო ბოლომდე არ შეიძლება რო დატოვო ისა თუ დანაყარდი всё ჯობს ეგ საკვები შეინახო ან წავიდეს ნაგავში ვიდრე წავიდეს შენს ორგანიზმში რატო აი თუ არ გინდა ჭამა რატო უნდა გააგრძელო მეტი დანაყარდი всё ეს არის ფუნქცია საკვების всё მეტი რა ბოლომდე ბარემ რო იძახიან ხოლმე არა კარგი ეს ჩვევა გამოვიმუშავე მე რა თქმა უნდა ეგრე წამში კი არა ესა კი ყვები მაგრამ ძალიან გამიძნობდა რა იმიტომ რომ პირველი ერთი კვირა რო გავიგე რომ მეთქი შემიძლია უბრალოდ ვჭამო არ ჩამოწერო შენი ყოველი კვება ყოველი რომელ საათზე ვჭამე რა ვჭამე შემდეგი როდის უნდა ვჭამო რამდენი ხანი უნდა გავიდეს ინტერვალი ამის გარეშე მეთქი ვაუ რა ცუდია მე კონტროლს ვერ გძნობ ანუ ეგეთი აზრები მქონდა რა და მე ნელ-ნელა რაღაცნაირად დავამუღამ ეს ინტუიციური კვებაც და რა დონეზე კარგი გრძნობა იყო იცით რომ ჭამდი იმიტომ რომ მომშივდა დავამთავრე ჭამა იმიტომ რომ დავნაყრდი და всё მივიღე სიამოვნება მივხვდი რომ ეს საკვები არ გაქრება შემიძლია ვჭამო მერეც კი და ძალიან მშვენიერი შეგრძნება იყო როგორი მადლიერი ვარ იცი ეგ თემა რო გავიცანი და მაგ თემას ანუ ეგ მაგ გზაზე რო დავდექი მაგრამ მაინც მადლიერი ვარ იმით რაც გამოვიარე მიუხედავად იმისა რომ რამდენზე სისხლი მქონდა ჩემი თავის აი ეგ ყველაზე ცუდი ასევე რომ
იკლებს წონას და მაინც გეზისღება შენი თავი, იცვლის ხელს და მაინც გეზისღება შენი თავი. უკვე მომეძინა სიმართლე რო გითხრათ ხამის 4-ზე არც თუ ისე კაი იდეა იყო ჩამეწერა ვიდეო. მოკლედ ინტუიციური კვება არ ნიშნავს იმას, რომ ყოველდღე ჩიფსები, შოკოლადები ისა ესე მიუხედავად იმისა, რომ თუ წლებია ნადიეტარი ხარ. პირველი ერთი თუ ალბათ მარტო ეგ მოგინება, მაგრამ მე რესხეული რომ ადამიანი, მე რესხეული რომ მიეჩვევა რომ დააშენე ტვინი რომ იცი რა შეზღუდვები აღარ მექნება. შემიძლია ვჭამო ესეც სხვა დროსაც კი მე მეხდება რომ აი ხანდახან გინდა უბრალოდ უბრალოდ წიწიბურა და კვერცხი რო დანაყრდე. ანუ თავად დამუღამებ რა მე ეგრე ვარ მაგალითად მაგითო. არ ვიცი შეიძლება მე ეგრეთი რაღაც გამომადგა, სხვას ეგეთი რაღაც არ მოხდება რა, ეგეთი მეთოდი, მაგრამ ყველაზე მიახლოებულია ბუნებრიობასთან. ჭამ როცა ფიზიკურად დანაყრდებ, ჭამ როცა ფიზიკურად ხშია. ხანდახან შეიძლება ხათლად ფიზიკურად შეიძლება აი ძალიან გონებას კარგავ და მაშინ არა, ხდები რომ დიდი ხანი არ გიჭამე და გინდა რომ ჭამო. თავარი არის რომ დანაყრებამდე ჭამო, არ უნდა ჭამო ზედმეტად. ისე რომ აი მუცლის გაბერებამდე. უბრალოდ რა ისი პრობლემა? მე არ ვთვლი არც ერთ საკვებს, რომ ესა ჯანსაღი, ესა არა ჯანსაღი, იმიტომ რომ ეგეც არის დაყოფა და ეგეც არის ცუდი, იმიტომ რომ მე შეზღუდვა მაინც გვაქვს მე ტვინში მაგის გამო, რომ ეს არა ჯანსაღი. უბრალოდ მგონია რომ ზოგიერთი საკვები მართლა არის ისეთი, რაც მე მალევე მოგაშივებს. და ეს არის დამტკიცებული. მაგალითად შაქრიანი საკვები. შოკოლადები რო ჭამო მთელი დღე, მალევე მოგშივდება, იმიტომ რომ შოკოლადი არ ანაყრებს, მას არ აქვს კვებითი ღირებულება აქვს ძალიან დაბალი, შაქარი აქვს, მარტო ნახშირწყალია, მარტო ანუ ცილა ცხიმი არ აქვს. ნახშირწყალი აქვს მხოლოდ. მალევე დააგდებს შაქარს, მალევე მოგჭირდება. ამიტომაც შენ თავად უნდა მიიხდი, ანუ არ ვიცი, მე ესე ვარ რაზონეზე კარგად რა თქვენ არით ბოლო 2 წელია მგონი, ანუ დამეწყო ეს ყველაფერი 2021 წლიდან. შევაჩერე 2025-ში უკვე ვიყავი ძალიან სტაბილურად, ძალიან კარგად საკვების მიმართ, ანუ არ მეფიქრია რომ მოდი დიეტები მინდა, მოდი ჩემი სხეულის მიღებას დამეწყო ამ კვების ერთად. მივხვდი რომ ბუნებრივი ფორმებია, მე შემეცვალა თავისით დავიკელი მე, ანუ რო დავიწყე ეს დიეტები, ვიყავი 47 კილო. დავიკელი 39-მდე, მე მოვიმატე ბაც, რაღაც არეულება რომ მქონდა. ორგანიზმს გადარჩინა რომ უნდა და მოვიმატე 50 კილომდე. ეხლა ვარ 53-55, ხანდახან 52. არ ვიცი, აღარ ვუყურებ, აი რამდენი ხანი აღარ ვუყურებ. მოკლედ არ მაქვს ეს ჰიპერფოკუსი, ასე ვთქვათ. ჰიპერფოკუსი არ მაქვს საკვების მიმართ და ჩემი სხეულის მიმართ, რომ აი ესეთი ფორმების უნდა იყოს პირიქით. ჩემი ისეთი ოდნავ ისეთი ფორმები, პირიქით უკვე მომეწონა, რომ შემეცვალათ მომონება როგორც ჩანს. პირიქით ეს ლამაზი მგვალი ფორმები, რომ მაგარია. ადრე მარტო ჩემ დაქალებს როგორც ახ ეგეთი მინდოდა. აი როგორ მომწონს ეგ შეგრძნება რა თავისუფლება თქვენ არ იცით რომ კალორიებსაც აღარ უყურებ, რო დახედავ საკვებს მარტო კალორიას არ ხედავ. მაშინ მარტო კალორიას ხედავდი, იყო პერიოდი. ეხლა ხედავ რომ დავიცი ენერგიას და სანაკრებელს. ალბათ კიდე იცი რა არის, მომწონს სხვა შორის ეგ თემა, რომ ჯანსაღი თებში გაკეთეთ რა. ანუ აიღეთ თებში ხოლმე. შეეცადეთ იყოს ყველაფერი, ბოსტნეულიც იყოს რაღაც ნაწილი. თქვენს კვებაში, რაციონში. ხილიც ბოსტნეულიც იყოს, ნახშირწყალი, ანუ როგორ აგიხსნათ? მაკარონი, რაღაც ცომეულობა, ან რაღაც ნახშირწყალის იყოს. ანუ ეგ თემები შეიცანეთ რა. ანუ თუ გინდათ მართლა რომ წესიერი სწორ გზაზე იყოთ. ცილა ცხიმი ნახშირწყალი რა არის, რომელ საკვებშია, ეგ შეიცანეთ და რატო გვჭირდება ჩვენ. ასევე ვიტამინები და ბოჭკობანი საკვები, ასე ვთქვათ. ბოსტნეულიდან ცილა ხორცისგან, გინდა რა მარტო ხორცისგან,
ვეგანური სოკოებიც არის ხო ძალიან ბევრი კიდე ლობიოშიც არის ბევრი ცილა ეგეც ვიცი ეგეთები ცხიმი ავოკადოდან ჯანსაღი ცხიმი თხილიდან ჯანსაღი ცხიმი ცხიმი მარტო რო გონია ხალხს მართლა რომ აი ვიცი ზეთიანი ანუ ესაა ცხიმი და ცხიმი ნორმალურია ეგეც რო პროცენტობა რო ხალხს უფრო მეტი უნდა კონდეს ცხიმოვანი პროცენტობა ორგანიზმში ვიდრე კაცს მაშინ არ ვიცოდი რა თქმა უნდა არ ვიცოდი რა დონეზე განსხვავდება ჩვენი ჰორმონალური სისტემა კაცებისგან ხანდახან რო არის პერიოდი რო ძალიან გვიდება ტკბილეული ეგეც რო ნორმალურია ეგეც ვინიცოდა მაგრამ მაინც მადლიერი ვარ რა თქმა უნდა გაიხარე განაცვალე მე გაიხარეთ განაცვალეთ ადამიანებს ვინც დამეხმარა ამ თემაში რა და მადლობა თქვენ რომ მიყურეთ მომისმინეთ ბოლომდე ვინც ნახა ეს ვიდეო საყოველთაოდ მართლაც და მადლიერი ვიქნები რა თქმა უნდა მომეწონება თუ თქვენს დაგეხმარეთ რაღაცაში რაღაც ახალი ცოდნა შეგძინეთ მაგრამ სიმართლე გითხრათ ხანდახან მაქვს აზრები რომ მეთქი ოდნავ რომ შემომციროთ ტკბილეული შაქრიანის მიღება დღის განმავლობაში თქო ვფიქრობ ხოლმე რა ფანატიკურად რა ყველაზე მთავარია არა ფანატიკურად უნდა იყოთ რა არ უნდა იყოთ მართლა ფანატიკურად რომ აი მარტო ეს არის მომენტი მართლა რომ ბევრ შაქრიანს აკავშირებულობ რა ამ ბოლო დროს ამიტომაც იმას ვიძახილ უბრალოდ რომ უფრო მეტად გააზრებულად შემიძლია ვიკვება უფრო მეტად გაცნობიერებულად უფრო მეტად ისე რომ საკუთარ სხეულზე ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე იმიტომ რომ ხანდახან თუ შია უბრალოდ რაც ხელში მომყვება იმას ვჭამ ვიდრე დავფიქრდე რომ ოდნავ დაბალანსებული იყოს იმიტომ რომ ჩემს ორგანიზმს დაჭირდება ანუ გააზრების გამოვაკეთებ მაგას არა იმიტომ რომ ბოსტნეული იმიტომ რომ კარგია არა ბოსტნეული იმიტომ რომ მინდა რომ ვჭამო და რა იმიტომ რომ ისი კაია ეგრე ინტერნეტში დაწერეს არა რა ხო ხდებით რომ ვიცი რა რომ ნაუსო დავამატებ ცილას თუ დავამატებ დამანაყრებს დიდხანს მექნება ეს დანაყრების შეგრძნება კარგ ხასიათზე ვიქნები და ეგეთები ვიდრე მაგრამ ხანდახან ჭამ ხოლმე რა ვიშაკ შოკოლადს უცებ შევჭამ ესა რომ უბრალოდ დამნაყრდა იმ მომენტში ეგეთი არაგაცნობიერებული კვებაც მაქვს რა დღის განმავლობაში ხშირ შემთხვევაში მაგრამ კმაყოფილი ვარ ჯერ თუ რამე მე კი დავიწყებ რაღაც უფრო გაცნობიერებლად გააზრებულად მიღებას საკვების Goodbye, იმედი რა იმერ გამომჩა რა ვიცი რაც მე მინდოდა მგონი ყველაფერი ჩემს სათქმელი თქვი აქ ფოტოებსაც ჩავსვამ ხოლმე რაღაცა რაც მე მომინდება ხოლმე Goodbye ნახვამდის მადლობა თქვენ მადლობა მე მეძინება